ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს. ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და 223 პრიმა მუხლის გაუქმება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება დღეს გამართულ აქციაზე მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები. არასამთავრობოების ნაწილი კი ამ აქციას არ უერთდება. ორგანიზაციაში კანონი და თავისუფლება მიიჩნევენ, რომ ყოფილი მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. თვლით რომ სამართლიანობასთან დაკავშირებით ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობა, მართლმსაჯულების კომისიაზეც დადებითად ვაფასებთ, ვინაიდან ნებისმიერ ყადაღებულ კითხვას უნდა გაეცეს საზოგადოებისათვის პასუხი და მესამე რაც შეეხება ადამიანელ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ დაუჭერთ ამ მოთხოვნას ხარს. ნუ იქნებიან ეს ადამიანები უბრალოდ გამოყენებული რაღაც პოლიტიკური ნიშნისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად, თუნდაც ის ყოფილი მსჯავრდებულები, თუნდაც ის ყოფილი მსჯავრდებულის მშობლები და ვინც არიან ახლა დაწესებულებაში იმათი მშობლებიც. მიგვაჩნია რომ პირველ რიგში უნდა გატარდეს ძირეული ცვლილება როგორც სასამართლო ხელისუფლებაში, ისე პროკურატურაში და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ვიფიქროთ ამ ხარვეზების დამდგენ კომისიის შექმნაზე.